მოკლედ შემოწირფასებო ეს არის 28 აგვისტოს ვლოგი. ეხლა ვართ ბებიას სახლში და ნახეთ რა ვნახეთ. ალუბალი 2024. ბებიას გაკეთებული, ბებიას ლამაზი წარწერით. ნახეთ. ეხლა ისრულია დამბურძგლა ხალხო. თამარა ბებიას ლექსი ნახეთ, რომელიც 2024 წლის 25 თვეს აქ დაწერილი. ეხლა წაგიკითხა. ნახეთ. ნახეთ რა ლამაზად. მივეჩქარებიზაციურ სამშობლოსი წუთისოფრის სტუმარი ვარ. მივდივარ ჩემს მუდმივ სახლში ამ ქვეყნიური აღარ ვარ. მაქვს სიყვარული გულში. დედამიწა მივდივარ შენგან, აღარ მაქვს შენთან ადგილი. ფასით გამოსყიდული ჩქარებიზეცისკენ. კრავის სისხლით და ხსნილებთან განვადიდებ ღმერთს წმინდა ერთთან ჩეულებთან გამარჯვებულ მხსნელს. ზეცაშია ჩემი სახლი, ენით აუწერელი, ძვირფასი ქვით ნაშენი იესო ამართველი. ოქროს ქუჩები ლამაზი, ზებუნებრივი ძალისა, იესო არის ლამპარი, ჩაუქრეობელი შუქისა. მაქვს მტკიცე რწმენა შეურყეველი და სიყვარული განუზომელი. ჩემთვის ეწამა ჩემი უფალი, აღქმა დამიდო მან სიყვარულით. ქრისტეა ჩემი ძალა, იმედი მხოლოდ მასშია ჩემი მშვიდობა. იესო იყო ჩემთვის ჯვარცმული მხსნელი, არასდროს არ დამშორდება. ამინ. ნახეთ. ღმერთო ჩემო, ჩვენ თამარა ბებო. გეგონება ყველაფერი იცოდა. თამარა ბებოს წლის თავია, ჯერ მის სახლში ავედით, მერე ყვავილები ვიყიდეთ, შევგროვდით უახლოესი ადამიანები და სასაფლაოზე ავედით. სასაფლაო დაგხვდა გამრავლებული, დაუნთეთ თამარა ბებიას სანთლები. თამარა ბებო, კარგი ქალი იყავი. კარგი დედა, კარგი ბებია. კარგი შვილები გაზარდე. შვილი, კარგი შვილი, შვილები. ნეტა ყველაფერს შევძლოთ შენვერი კარგები რომ ვიყოთ. ნამდვილი ადამიანი. თამარა ბებიასთან მოვიდა ანდრია სანთელს უმიტებს. ანდრია გაზარდა, თამარა ბებიამ პეტარა რო იყო ანდრია. თამარა ბებიას ყავდა ხოლმე და ესეთი კბილი ბავშვია, შვილო, ესეთი კარგი ამბობდა ხოლმე. და კომაც დამოწოს ანდრია. შვილი, კასორე. მოიცა ეთქია ლამაზ თამარა ბებია. მადლობა ყველაფრისთვის. ძირფასო. მერე გათავინოთ რესტორანში ლაზიკა. იყო როგორც უკვე თქვი უახლოესი ადამიანები და ზუსტად ისეთი დღე და საღამო იყო, როგორც თამარა ბებიას შესაბამებოდა. თბილი ფოტო, მშვიდი და კიბლიელი. ბევრი ემოცია მქონდა ძალიან ერთხელ, მაგრამ ჯამში იყო დადებითი. ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით სავსე გული წამოვედი უკან. თამარა ბებიამ კიდევ ერთხელ შეჰკრიბა უახლოესი ადამიანები, რომლებიც ამ გადატვირთული გრაფიკის და დროის გამო ვერც ისე ხშირად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. აი ასეთი იყო ეს დღე.
ვიხსენებ რუსთავიდან რომ მოდიხარ ან რუსთავში რომ მიდიხარ პეიზაჟი